მშვიდობის მეგობრებო. 5:09-ია. მარტო როცა სვახო მეყავს, ესე პირდაპირ ხოლმე ერთ ჭიქაში ვაკეთებ ხოლმე. ჩემი სიყვარული. Downside. Every day, Monday, Tuesday, Wednesday, Thursday. მივდივარ სამსახურში, წესით ველოსიპედით უნდა წავსულიყავი, მაგრამ დღეს საღამოს რესტორანში მივდივარ დაქალთან ერთად და მეთქი არ შემიძლია. რანაირად გასვამ? ეხლა უნდა გაჩვენოთ სად უნდა იყიდოთ ყველაზე გემრიელი ყავა. აი აქ უნდა იყიდოთ ყავა, ძალიან გემრიელი. ყველაზე მაგარი. The best. რეცეპტის დროა. ესე იგი, ეხლა მე უნდა გავაკეთო knäckebröd. ეს არის შვედური რეცეპტს გაგიზიარებთ. ეს არის შვედური ტრადიციული ხმელი გამხმარი ხრაშუნა თხელი პური. ხო და მაგ პურს მიირთმევენ ხოლმე ყველაფერთან ერთად. აი რას გაგიხარდება. მე მინდა რომ გავაკეთო ეს knäckebröd, იმიტომ რომ იცი რა გავაკეთე? მე გავაკეთე აი ესეთი ცუკინის იკრა, ხო და მაგას მე რო წაუსმევ სკლად და გემრიელად შევჭამთ. ხო და მაგისთვის გვინდა ეს knäckebröd. მე მიყვარს სახში გაკეთებული knäckebröd. ხო და მაგას მე ეხლა გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ მე. რეცეპტი არის ძალიან მარტივად კეთდება. ადრე რატომ ხას მეგონა რომ ძალიან გახლართული რეცეპტი უნდა იყოს, სადა ხარ ჯამი. არა და მაგარი მარტივია, მოიცა გაჩვენო. ყველა ინგრედიენტი მე მაქვს სახში, არაფერია საყიდელი. ეხლა გაჩვენებ თუ რამდენია საჭირო knäckebröd-ისთვის. შვედეთში ყველა დეცილიტრებში ზომავს, მაგრამ მე გრამებში გავზომავ. უფრო მარტივი რო იყოს რა შენთვის. ჩემი ქუქუში. სელის თესლი 30 გრამი, ჩია 30 გრამი, ზესუმზირის თესლი 60 გრამი. გოგრის თესლი 60 გრამი და 120 გრამი ფქვილი. ეხლა ეს ყველაფერი ერთად უნდა შევურიოთ. Easy. და ცოტა მარილი. ღუმელი არის უკვე მზად, გაცხელებული 150 გრადუსზე. და ამას ახლა ჩავდებთ ახლა ღუმელში.
25 წუთის მერე ახლა ეს უნდა დავჭროთ ჩვენ. აი ესე დავჭერი მე ახლა ქნაკიბრით და 25 წუთით დამატებით უღუნოში უნდა გავუშვოთ. ბავე. მე ვაპირებ მართვის მოწვევის აღებას. Ასნაირად ინტერესი არ მქონია მე მანქანის ტარების. მანქანის ყოლის ინტერესი მქონია, მაგრამ გონია რომ ძალიან რთულია ტარება მანქანის და კიდე მეშინია შიშები მაგიდე და ვფიქრობ ხოლმე აი იმაზე რომ აი რა შეიძლება რომ მოხდეს, ანუ მე საერთოდ ქვეშაპსია ვარ, თქვენ იცით მაგაზე? იმდროს შვენივრად გვიზნობ თავს მგზავრის ადგილას. არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ძალიან რთული არის რა ეს ტარება, მაგარი რთულია. ანუ წიგნით კი წავიკითხე და არაფერი ისეთი რთული, ანუ თეორიაზე პრობლემა მე არ მაქვს, მაგრამ აი ეს ტარება აი პირველი და მეორე და მესამეში და ძერს ცეპლენია და ანუ მიჭირს სხვადასხვა რაღაცებზე ფიქრი ერთდროულად. ხო და საშა მეუბნება რომ შენ იმდენად კომფორტულად უნდა იგრძნო მანქანაში, ანუ მანევრირობა ქვია, ხო? ყველაფერი ავტომატზე უნდა ქონდეს უკვე დამოღამებული და რომ იმაზე იფიქრო, ანუ ფოკუსი უნდა ქონდეს იმაზე თუ რა ხდება შენს ირგვლივ. ხო და მაგაზე მე ვიმუშაობ ხა, ეხოწები რა. მომწერეთ, რამე მომწერეთ თუ როგორ მალე როგორ ვისწავლო. ანუ მალე რა, 1-3 თვე უნდა ხო, სადღაც 3-4. ხო და ამ ბოლო დროს რო ვიზახდი, რომ დამჭირდა ისეთი სიტუაციები მქონდა. საშას დედა იყო ჩამოსული სტუმრად, ივლისი, ნახევარი ივნისი და ივლისი იყო აქ სტუმრად ჩვენთან. ეგ ჩამოვიდა ჯერ პოლონეთში და პოლონეთიდან გეტებორგში უნდა ჩამოსულიყო. ხო და საშა წავიდა პოლონეთში გდანსკში, რომ დახვედრილიყო და ერთად უნდა ჩამოსულიყვნენ. ანუ უჭირს რა ქალს თვითონ რო ისა მოძრაობა აეროპორტებში და მოგრად. ჩამოვიდნენ ეგენი ერთად, ვერ დახვდი აეროპორტში. აი ამ მომენტში ვიფიქრე მეთქი რა პონტია, რატო არა მაქვს მე მართვის მოწვევა. მაგარი გამიტყდა რომ ვერ დავეხმარე რა. ესეთ პატარა რაღაცაში და ბევრჯერ მქონია სიტუაციები, როცა მაგალითად პორტუგალიაში რო ვიყავით ჩვენ წასულები, მე და საშა მანქანით შვედეთიდან პორტუგალიაში და უკან ანუ სულ თვითონ ატარებდა მანქანას. სულ საშა იჯდა საჭესთან, მე ვერ დავეხმარე ვერაფრით საერთოდ. ხო და მაგიტომაც გადაწყვეტილი მაქვს, წიგნები მე მაქვს უკვე. ეგ ჩემი წიგნები, ყველაფერი მაქვს. სკოლაც ავარშიე, რომელ სკოლაში მინდა რომ ვიარო. ხო და აქ შვედეთში როგორ არის, იცი? არ ვიცი საქართველოში როგორ არის, მაგრამ შვედეთში ადამიანს, ანუ საშა ამ შემთხვევაში, საშას აქვს უკვე 5 წელიწადზე მეტი შვედური მართვის მოწვევა და აქვს უფლება რომ მასწავლოს. ხო და საშა მასწავლის ლეგალურად, ანუ ჩვენ ერთად კურსებზე ვიარეთ, ანუ როგორ უნდა მასწავლოს და შემდეგ ვცდილობთ რომ შაბათ-კვირას ვიაროთ და საღამოობით ვკითხულობ მე ამ წიგნს, მოკლედ ბილეთები და ასე შემდეგ. იმედია გამომივა მე. ეგ მართალი რომ გითხრა ძალიან შიშები მაქვს. მეშინია რომ არ ვის დავეჯახო, ვაიმე და თუ ვერ ვნახე მანქანა და თუ ვერ დავატორმოზე, თუ გავჩერდი და ვერ დავქოქე. აი ეს არის, პანიკა, უკვე მანქანები რო დგანან. აია რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ნიშანი, სადაც წერია evening share, ანუ evening share ნიშნავს იმას, რომ მე
სწავლობ მანქანის ტარებას. ჩემს უკან მანქანები, ანუ ეგენი ხედავენ მწვანე დიდი ესეთი ნიშანი. ხო და ეგენი ანუ აზრზე არიან, რომ მე ვარ მოსწავლე, მაგრამ ჩემს წინ ხო არ იცი. თქვენ თუ გაქვთ რამე კარგი რჩევები, კარგი ცუდი ყველაფერი მითხარით, როგორ ჯობია რომ გავაკეთო, რომ მართვის მოწურვა ავიღო იანვრამდე, ანუ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. 4 თვეა დარჩენილი. იმედია მოვასწრებ. ხო. მოვასწრებ. ხო და ჩემი ქუქუშ მიყვარხარ გაკოცე.